სახელითა მამისათა დაზისა და დასულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, რომელსაც გვიგზავნის ადამიანთა მოდგმის, კაცთა მოდგმის სიყვარულისა გამო. და ხშირად წერია ლოცვებში, რომ უფალმა ვერ დაიტია, ვერ დაითმინა ის, რომ ეშმაკისაგან მოტყუებული კაცობრიობა თმილებათა შორის გვირგვინად წოდებული ადამიანი და ადამიანის მოდგმა, რომ დასაღუპად დაეთმო ბოროტი ძალისათვის და განხორციელდა და ჩვენი ხსნისათვის ჩამოვიდა დედამიწაზე. ჩვენ სანაცვლოდ ჯვარს ეცვა, ვალი გადაიხადა ჩვენ გადასახდელი და გვიჩვენა გზა გადარჩენისა და ცხონებისა. მოგვიწოდა საღვთო ტრაპეზზე, სერზად და ბევრი რჩეული, ასე ვთქვათ, ბევრი მოწოდებული რჩეული გახდა, ხოლო ზოგიერთებმა კიდევ ვერ გულისმა ხვეს. ეს ესეთი წმინდა წერილის სწავლება დროსა და სივრცეში არ ეტევა, ეს არის დაუსაბამო და იქნება დაუსრულებელი ამ დროში. და ყოველთვის ეს ეკუთვნის არა მხოლოდ პირველებს, ვინც ეს მოისმინა ცოცხალი ქადაგება, არამედ მომავალსაც, ჩვენს და ჩვენ შემდეგას, რომლებიც ვისმენთ ისე უფლის ქადაგებას, ოღონდ უკვე წმინდა წერილით, სახარებით. და დღეს საკითხული სახარებაც ესეთი იყო, ხო? სერი ხო, გაშალა და მოუწოდა, ვინც რომ იყვნენ წოდებულნი. ზოგმა რა მიზეზი მოიდო, ზოგმა რა. მაშინ უთხრა თავის მსახურებს, რომ წადი და ნახე, თუ კი ვინმე არის გლახაკი, შეცდომილი, ბოროტი თუ დაცემული, მოიყვანეთ ყველანი აქ და საქორწილოს შესამოსელი მას ბრწყინვალე უნდა ეცვას. და მართლაც წავიდნენ, მოძებნეს, ყველანი მოიყვანეს და გაივსო ეს ტრაპეზი. მაგრამ ერთს ემოსა არა სადღესასწაულო შესამოსელი და გააგდეს, კითხა როგორ არ იცოდი, სად მოდივიდი და როგორი შესამოსელი უნდა ქონოდა. და ბოლოს ესე არის, რომ წოდებულნი ბევრნი არიან, ხოლო რჩეულნი მცირედნი. ანუ იმ საღვთო ტრაპეზზე მყოფნი, რომელთაც აღიარეს ქრისტე. ოღონდ, არა ისე რომ თქვათ, ყოველიო სახარებაში ამბობს, ყოველი რომელი მიწოდებთ მე, უფალო, უფალო, შევიდეს სასუფეველში. მხოლოდ მოწოდება არაა საკმარისი, აუცილებელი არის სარწმუნოებაში ცოდნის გაღრმავება და რას გვეუბნება უფალი ამის წმინდა მამებთან ძებნა და მათი რჩევისა და დარიგების მიხედვით კვალდაკვალ სვლა ამ ხილულ წუთისოფელში. მოციქულებიც ამას გვეუბნებიან. შეემოსეთ უკვე ვითარცა რჩეულთა ღვთისათა, ანუ წოდებულთა, ვინც რომ უფლისა სიტყვა მოვისმინეთ, თუ პირდაპირით ის უკვე წასულია, თუ ეხლა დღეს სახარებით ეკლესიის ლოცვითა და ეკლესიის ქადაგებით. წმინდათა და საყვარელთა მოწყალებაი, შეწყნარებაი, სიტყვებაი, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაი. თავსიდებდით ურთიერთას და მიმადლებდით თავთათვის და უკვე თუ ვისმე აქონდეს ვისთვისმე ბრალი, ვითარცა იგი ქნა, ქრისტემან მიგმადლად თქვენ. ეგრეცა თქვენ მიმადლეთ მათ. გვახსოვს ხომ სახარებიდან. უფალმა დაიბარა მოვალე მისი და მოსთხოვა მკაცრად ვალის გადახდა. მან თხოვა მადროვე და აუცილებლად გადავიხდი. მიუტება ვალი და გამოუშვა. გამოვიდა გარეთ და შეხვდა უკვე მას, ვისაც რო აპატიეს მთელი ვალი, შეხვდა თავისივე თანასოფლელი მეგობარი და მოვალე და უთხრა გამისტუმრე ვალი. მანაც თხოვა მადროვე და გაგისტუმრებ. არ გულისმა ხო და ჩააგდო საპყრობილეში, მანამ სანამ არ გაუსრულებდა ვალს.
გაიგო ეს სახლისა უფალმა ბატონმა დაიბარა და უთხრა მე შენ მიგიტევე უფრო მეტი და შენ როგორ ვერაპატიე შენს ასე თქვა ნაცნობს ისვალი რაც გაცილებით უფრო მცირე იყო მაშინ მან რასასჯელით სხვისთვის ისურვა და გააკეთა მას დაუბრუნდა უფრო მეტი სიმძიმითა და უფრო მეტი სიმკაცრით ისე ვართ ჩვენც ამას ვეამბობს მოციქული როგორც ქრისტემან მიგმადლათ თქვენ ეგრეცა თქვენ მოიქეცით და მიმადლეთ მათ როგორც ქრისტე მოგვექცა ისე ჩვენ უნდა მოგვექცათ იმიტომ რომ მაგალითი დაასდო და კიდევ სახარებაში გითხრა როგორც გსურთ რომ თქვენ მოგექცნენ ისე მოიქეცით სხვას ხოლო სრული მაგალითი თავად უფლის ჩვენდამი დამოკიდებულება არის და იგი მშვიდობა ღვთისა განამტკიცენით გულთაშინა თქვენთან რომლისა მიმართსა იგი ჩინებულ ხართ ერთითა ხორცითა და შემდეგ ამბობს უფალი და სიტყვა იგი ქრისტესი დამკვიდრებულ იყავ თქვენთანა დიდრად ანუ მადლით სავსე და მადლი თავდაბალთან მოდის მხოლოდ მადლმა მოიხილოს თავდაბალი ადამიანის სული ყოვლითა სიბრძნითა სიბრძნე ღვთის მოშიშთან არის მხოლოდ რადგან შიში უფლისა სიბრძნე არის ასავებდით და მოზრუდით თავთა თქვენთან თუ რამეს სხვას ასავლიდეთ თქვენ თავსაც შეაგონებდეთ იგივეს ფსალმუნით და გალობით და შესმითა სულიერით ანუ აი ამ სულის კვეთებით და მადლით თურთ უგალობდით გულთაშინა თქვენთა უფალსა ანუ გულშიც კი გალობა ღვთისთვის საცნაურია და გასაგონია ვინც ესეთად ცხოვრობს და ვინც ესეთად ფიქრობს ბევრჯერ გვითქვია როგორი პერიოდია თითქოს მთელი სოფლიო არეულია თითქოს რაღაცა ძალა ცდილობს ყველაფერი თავდაპირად დააყენოს ღირებულებები გადააფასონ რაც რომ ნამდვილი არის შავად წარმოადგინონ დასახვალ ხოლო რაც რომ ნამდვილად ბოროტი არის და მიუღებელი ის ბრწყინვალეთ უნდათ რომ გვაჩვენონ ღირსების შემცველ და ღირსების მატარებლად სურთ რომ გამოაცხადონ ჩვენ კიდე ერთი საზომი გვაქვს რომელიც არასოდეს არ შეცდება ერთი საზომი კიდევ არის უფლისას სიტყვა აკი ამბობს უფალი სანამ არ გიქადაგებდით და არ ვიყავით თქვენთან მოსული ცოდვა არ გქონდათ იმიტომ რომ არ იცოდით რა იყო ცოდვა და მადლი მაგრამ რომ მოვედი თქვენთან და გასავლეთ რა არის ცოდვა და რა არის სიკეთე მადლი ამის შემდეგ თუ კი სცოდავთ მაშინ იცოდეთ რომ პასუხისმგებლობაც შესაბამისი გექნებათ ხშირად ამბობს უფალი იცით და გწამთ რასაც ითხოვთ სახარებაში ბევრი მაგალითია ხეუფალო წამს და შეეწიეს ჩემს ურწმუნოებას ალბათ თითოეულმა ჩვენთაგანმა ასეთად უნდა მიმართოთ უფალს თან გწამს თან არ გწამს თან შეგვიძლია რაღაცა წესი დავაღვიოთ ჩვენს ასე ვთქვათ მოთხოვნილებებს მოვარგოთ ანუ ის კი არა რომ რასაც ვთქვათ გვასწავლის უფალი ისე ვიყოთ არა ჩვენ შეგვიძლია ან ლოცვა დავტოვოთ თან მართლა შეგვეშალოს და ვთქვათ რომ შემეშალა მაგრამ მე კიდე შემეშალოს აღსარება ის არის და სინანული შენდობის თხოვნა ის არის როდესაც ვცდილობთ რომ ის ერთი შეცდომა 10 ჯერ და 100 ჯერ გამეორებული შევცვალოთ ადრე თუ ხშირად გვემართებოდა ეხლა შეიძლება დიდი შუალედებით დაგვემართოს მაგრამ ერთი უნდა ხედავდეს სურვილს რომ ამისი სურვილი გვაქვს და გვინდა რომ გამოვასწოროთ ღვთისწინაშე ამიტომაც თუნდაც გულში სულ ერთი მცირედი ფიქრი და ნათქვამის სიტყვა უფალს ესმის და თან ყველაფერს ხედავს გამჭვირვალედ ის ნამდვილად მართებულია და რამდენი სიყალბე შეიძლება იყოს ამ ჩვენს სურვილში ამიტომაც მე ვთხოვთ რომ პირველ რიგში საკუთარი თავის დანახვის, საკუთარი ცოდვის აღიარების ძალა და უნარი მოგცეს. თუ ამით არ დავიწყებთ, მაშინ ვერაფერი ვერ იქნება ჩვენთვის სულისთვის სარგებელი.
რადგანაც ვისაც სიკვდილი ახსოვს დღენიადაკ მაშინ მას სურვილი აღარ აქვს სხვა განიკითხოს ვინც იცის საკუთარი შეცდომები აღარ აქვს მას სურვილი სხვა განიკითხოს იგივე შეცდომებში იმიტომ რომ საავადმყოფოში ერთნაირი დაავადებით მყოფი ადამიანები ერთმანეთის თანაგრძნობასა და გვერდში დგომას გამოხატავენ კი არ განიკითხავენ იმიტომ რომ იგივე სენით ყველა ერთი ვინც კი არის იმ ერთ ოთახში ერთ სასნეულოში ყველა ამ სენით არიან დაავადებულები არ მიწონებენ თავს რომ მე ჯანმრთელი ვარ ან სხვა რაღაც დაავადებაა სენია და ისინი ერთმანეთს ხარში უდგანან ან სიტყვით ამხნევებენ ან პატეხმარებიან ისე არის ჩვენ მდგომარეობას ვისაც სიკვდილი ახსოვს და თავისი თავი შეცდომა დაუნახავს მაშინ მას აღარ აქვს სურვილი რომ სხვა განიკითხოს და სხვაზე თავის ამაღლებით ილაპარაკოს და იფიქროს ამიტომაც შიში ღვთისა თუ სიყვარულია სიბრძნეა მაშინ ღმერთს ვთხოვთ რომ მოგცეს ნამდვილი ჭეშმარიტი ღვთისა შიში და რომელიც გვაძლევს და შეექვს სიყვარულს ღვთისას ხოლო სიყვარული კიდე სულგრძელია მომთმენია არ უხარია სხვისი გასაჭირი შეცდომა და მხოლოდ უყვარს მარხვა ლოცვა და იყოს ასე ვიახლოვდება დღესასწაულები ღვთისმშობლის შობა შუამთაში იქნება სადღესასწაულო ღამისთების მსახურება ალავერჩიც ასევე იქნება დღესასწაულის მსახურება ოღონდ იქნება ჩვეულებრივი დილით ღამისთების გარეშე ხოლო ჩვენ მოგვიწევს ქუთაისის ბაგრატის ტაძარში მსახურება რადგან ეს საიუბილეო წელი არის დავით აღმაშენებლის 900 წლის თავისა და ქუთაისში ბაგრატში იქნება ეს მსახურება ხოლო შემდეგ გვიახლოვდება უკვე ქეთევან წამებულის ასევე საიუბილეო წელთან დაკავშირებული სადღესასწაულო მსახურება და გვექნება აქ წესისაებრ ღამისთებას ვარჩევდით მაგრამ ამჯერად გვექნება 10 საათზე წირვა იქნებიან მღვდელმთავრებიც დღესასწაულთან დაკავშირებით და იქნება ჩვეულებრივი სადღესასწაულო წირვა მე ვთხოვთ რომ აი ამ დღესასწაულების მადლით მისცეს ჩვენს გულსა და გონებას საღვთო მოშურნეობა ღვთისშიში და სიყვარული უფლისა თავდაბლობა და საკუთარი თავისა შეცნობა აზდაუკუნისამდე რადგან ღვთის მოშიში წმინდა მამებიც გვასწავლიან ეფრემ ასურს ვიტყვი რომ საკუთარი თავისა განკითხვა და საკუთარი ცოდვების განცდა არის ყველაზე დიდი სათნოება და დიდი შემწე სულის ცხონების საქმეში. ღმერთს ვთხოვთ და თქვენ ყველას გისურვებთ და ჩემ თავსაც რომ ღმერთმა მოგცეს თავდაბალი ლოცვა და სიყვარული ღვთისა აც და უკუნისამდე ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.